აგვისტოს ომიდან 7 წლის შემდეგ იდენტიფიცირებული სამხედრო მოსამსახურების ცხედართა ფრაგმენტები მუხად გვერდით მასთან სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. სულ 42 სამხედრო მოსამსახურის ცხედარია იდენტიფიცირებული. რამდენიმე მათგანიც იდენტიფიცირება 2008 წელსვე მოხდა, თუმცა დამატებითი ექსპერტიზა მაინც გახდა საჭირო. დნმ-ის კვლევა რამდენიმე თვის წინ დასრულდა. სამხედრო მოსამსახურების ნეშტების ფრაგმენტების დაკრძალვას მუხად გვერდით მასთან სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტი, ასევე თავდაცვისა და გენშტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ. ეს კიდევ ერთი დღეა, როდესაც ჩვენ გლოვობთ ჩვენ ჯარისკაცებს, ჩვენ გვირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენ სამშობლოს. ჩვენ გლოვობთ და ამავე დროს მომავალ თაობებს მათი ნათელი სახელით, მათი გმირობის მაგალითით ვზრდით. არასდროს საქართველო არ დაივიწყებს მათ.